პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ იმ კონფერენციაზე, სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც Z2 დღე 1 და 2 ივნის გაიმართება თბილისში ევროკავშირის ეგიდით. ამ თემაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი არჩილ ჭირაქაძე, რომელიც საინჟინრო ფიზიკის პრობლემების სამეცნიერო სასწავლო ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემატიკის არის. პირველ დღეს გაიმართება ენერგო უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტურობის თემატიკაზე, მეორე დღეს კი ზოგადად სამეცნიერო იქნება ორივე, მაგრამ მეორე დღეს მეტი აქცენტი გაკეთება ახალ ტექნოლოგიებზე და ასევე ტექნოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებებზე. ეს არის ზოგადად, მაგრამ ძალიან წესით საინტერესო და მასშტაბური უნდა იყოს. თავს მოიყრიან კონფერენციაზე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები, რამდენადაც მე ვიცი. და სანამ ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ ბატონო არჩილ, სხვადასხვა ინფორმაციისთვის აქვე გეტყვით, რომ წინა გადაცემაშიც Skype-ით ჩართვა გქონდა ევროპიდან პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა მეცნიერი ყავდა ხაზზე ირაკლი ქარდავა, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტშია ლექტორი. იგი რომში კომპიუტერულ კომუნიკაციებსა და მენეჯმენტში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ევროპელ მეცნიერებში მისმა პროექტმა გამოხმაურება და ინტერესება პოვა და კარგია რომ ქართული სამეცნიერო სამყარო მსოფლიო ფერხულში აქტიურადაა ჩართული და ამ მაჯისცემას ჩვენც ვგრძნობთ. მოგვიყევით ზოგადად რას გულისხმობს ეს კონფერენცია, როგორი ტიპისაა, იმიტომ რომ თქვენ ამ ფორმატის კონფერენციაზეც ადრე არაერთხელ ყოფილხართ. უპირველესად მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ მომიწვიეთ და მაძლევთ საშუალებას მოგიყვეთ და ჩემი აზრიც გამოვთქვა ზოგიერთ საკითხზე. თქვენ ბრძანეთ რომ ეს არის კონფერენცია, დიახ, ეს არის კონფერენცია, რომელიც შედგება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ძალიან ერთმანეთზე დამოკიდებული თემისაგან. პირველი ეს არის ენერგოეფექტურობა, ანუ როგორ მოვაწყოთ ჩვენი ენერგეტიკა ისე რომ მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. და საერთოდ ჩვენ მე-20 და 21 საუკუნეში ენერგეტიკა არის საფუძველი ნებისმიერი განვითარებისა და ნებისმიერი წარმოებისა თუ სხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისა და მეორე სფერო კიდე არის თვითონ ტექნოლოგიების სხვადასხვა ძალიან ფართო სპექტრის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხო ყოველმხრივ უსაფრთხო გარემოს და სოციალური და ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად. თავისი არსით ეს ორი სხვადასხვა ივენთია, მაპატიეთ ორი სხვადასხვა მოვლენაა, მაგრამ იმდენად დამოკიდებულია ერთმანეთზე, რომ ორგანიზაციულადაც და თემატიურადაც გადაწყდა მათი ერთმანეთთან გაერთიანება. და ესე იგი პირველ საკითხს კურირებს და უპირველესად წარმართავს საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი, ხოლო მეორე საკითხში წამყვანი ძალა არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. და მეორე მინდა აქვე დავზინო, რომ ამ კონფერენციებს აქვს არა მარტო სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული რეალური გამოყენება, იმიტომ რომ იქ იქნებიან ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები, იქ იქნებიან ევროპელი მეცნიერები, იქ იქნებიან საქართველოს საქმიანი და სამთავრობო ოფიციალური წრეების წარმომადგენლები და იქ იქნება ძალიან ბევრი მეცნიერი არამარტო დაინტერესებული პირი არამარტო საქართველოდან, არამედ ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და გარდა თვით აი ამ პროექტების მონაწილეებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პროექტების შესრულებაში, დარეგისტრირდა და ჩამოვა ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერიც და ბიზნესმენიც. და კიდე ერთ ფრაზას დავძენდი, რაც შეეხება მნიშვნელობას, რომ თქვენ სწორი ბრძანეთ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო ღირსეულ ადგილს იკავებს საერთაშორისო სამეცნიერო და ასე ვთქვათ სამრეწველო სამყაროში, ასე უხეშად რომ ვთქვათ. და კიდევ ბევრად მეტი არის გასაკეთებელი როგორც
უყვართ საქართველოში ამის თქმა, კიდევ ძალიან დიდი პოტენციალია გამოსაყენებელი. სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ერთ რამესაც დავზენ, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო წამყვან როლს თამაშობს ასეთ პროცესებში, წინ არც ერთ პროექტში ქართული მხარე არ შეიძლება ყოფილიყო კოორდინატორი. დღეს უკვე არის რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დიდ ევროპულ პროექტებს ხელმძღვანელობს ქართული სამეცნიერო თუ სხვა ტიპის ორგანიზაცია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე თითქმის თანასწორ უფლებიანი წევრები ვხდებით ევროპული სამეცნიერო თანამეგობრობისა. კარგი იქნება თუ ეს მერე საერთოდ თანასწორ უფლებიანობას მოგვიყვება. ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობები და რესურსები იძლევა ამის საშუალებას. ზოგადად კომუნისტურ ეპოქაში ეს ვთქვათ, ქართული სამეცნიერო სამყარო მუშაობდა, ჩქეფდა და თავის სიკეთეებს აძლევდა დიდ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქართული მეცნიერების როლი ბევრად მეტი იყო, ვიდრე პროცენტული ვიდრე მოსახლეობის პროპორციული, ასე ვთქვათ, შემოადგენლობა საქართველოში. მოკლედ მეც ამას ვამბობდი, რომ მაშინ აი ჩქეფდა ქართული სამეცნიერო ცხოვრება და არა მარტო სამეცნიერო, ტექნიკურიც. ისეთი მიღწევები იყო. მაშინ ის ეპოქა იყო, რომ მეცნიერება, ტექნოლოგია უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე ახლა. ალბათ, ეს რაღაცა დროის ფაქტორებიდან მეცნიერების დანაშაული ამაში ძალიან მცირეა. რომ მეცნიერებს აქვთ რა გამოიტანონ ხო საერთოდ განხილვაზე, მაგრამ სამწუხაროდ მოთხოვნა არის ძალიან დაბალი დღეს საქართველოს შიგნით, იმიტომ რომ არ არის გამოყენების სფერო დიდი და დასავლეთში, იმიტომ რომ ჯერ არ მიეჩვიან იმას, რომ შეიძლება საქართველოში არსებობდეს ტექნოლოგია, მეთოდი, სამეცნიერო გამოცდილება, რომელიც არათუ არ ჩამოუვარდება ევროპულს ან მსოფლიოს. კი ცოტაა რაოდენობრივად, მაგრამ ძალიან მაღალხარისხიანი და ძალიან ასე ვთქვათ, ინოვაციური და თანამედროვე და მაღალ განვითარებული, მაღალ ტექნოლოგიური მეთოდებია საქართველოს შესამუშავებელი. მოვა დრო ალბათ, როდესაც მართლა ეს პოტენციალი გამოყენებული იქნება. სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ დღეს საქართველოში რო აკვირდება ესეთი ტენდენცია ყალიბდება, რომ ტექნოლოგია, ინოვაციები, გამოგონებლები თითქოს თავისთვის არიან და სამეცნიერო სამყარო განზერჩება და ეს მაშინ, როცა ჩვენ ასეთი წარსული გვაქვს მეცნიერებაში და ჩემი აზრით ეს ცოტა შეიძლება ფილოსოფიურ განზოგადებულ თემაზე ვსაუბროთ, რომელიც ნაკლებ ახმადი ალბათ, საქმეში ჩავხედავი ადამიანებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიური სამყარო, თუ კი ის და სამეცნიერო სამყარო გაერთიანდებოდნენ და ისევ საწყის დაუბრუნდებოდნენ, იმიტომ რომ თუ ჩვენი ეს რესურსი, გამოცდილება რაც გვაქვს, ხო, მარტო სამეცნიერო ბიბლიოთეკა გვაქვს მეცნიერებებისთვის, ერთი პატარა სივრცე მინიმუმ რაც შეიძლება აღვნიშნოთ და ეს ყველაფერი რომ გამოვიყენოთ, გავაერთიანოთ და სრულად ავითვისოთ, ალბათ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. იცით, აი ამ თვალსაზრისით ეს ორი კონფერენცია ერთად გაერთიანებული ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ორივე ის სათაო ორგანიზაცია, რომელიც ამას ატარებს, ორივე მიაღწია იმ დონეს, როდესაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპულ დღევანდელ სტანდარტთან და მიახლოებული თუ არა ზუსტად ის დონე. იმიტომ რომ თანასწორ უფლებიანობა აუცილებლად უნდა იყოს ყველა სფეროში. არ შეიძლება პოლიტიკურად თავისუფალი იყოს და ეკონომიკურად არ გაგაჩნდეს საკუთარი ეკონომიკა, რომელიც მოთხოვნადი იქნება შენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ თავს არ აგვაქვს იმის უფლება, რომ იმის ფუფუნება, ხო, ეს ფუფუნება არ აგვაქვს, რომ ისე ვთქვათ რაღაცა არა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ, რომ ჩვენ დიდი ნახტომი გვაქვს გასაკეთებელი. ნახტომის გასაკეთებლად საჭიროა ძალიან მაღალი დონის საშუალებები. ამიტომ ჩვენ პირიქით საქართველოს კი არ უნდა ინუგეშოს თავი იმით, რომ ჩვენ ჯერ არა ვართ განვითარებული ქვეყანა და შეგვიძლია მაღალ ტექნოლოგიებზე არ ვიზრუნოთ, მაგრამ პირიქით ჩვენ ვალდებული ვართ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვიზრუნოთ და ყველაზე უფრო წინსწრებით განვავითაროთ სწორედ მეცნიერული და ტექნიკური აზრი. ეს არა იმიტომ, რომ არა ამ პარტავნებით, არა ქედმაღლური დამოკიდებულებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი საუკეთესო ამით პირიქით. აი ამ ეს საუკეთესო ჩვენ დაგვეხმარება, რომ დროს გავასწროთ და დავეციოთ იმას, ვისაც ამდენად ჩამოვრჩით. ის დაგვეხმარება ნახტომის გაკეთებაში. მერე არის ისეთი სფეროები, რომელიც დღეს დასავლეთს ნაკლებად
აწუხებს, უბრალოდ აწუხებს, მაგრამ ისეთი მასშტაბებით არ არის იქ არა როგორც ჩვენ. მაგალითად ნარჩენების პრობლემა. საქართველოს რომელიც არის სინამდვილეში სამთო მომპოვებული და მეტალურგიული მრეწველობის ისტორიული ქვეყანა, ხო, ამბობენ რომ საერთოდ 1000 წლეულებით და ქართველები ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მეტალურგიული წარმოება, ასე ვთქვათ, მოვიგონეთ და შევგვივითარდა. ჩვენს ქვეყანაში არის იმდენი ნარჩენი, სხვა შორის თითქმის მოუვლელი. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ჩვენი დღევანდელი სამინისტროსი ეკოლოგიის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცევთ ამას ყურადღებას, მაგრამ მაინც უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა. საქართველოში თავმოყრილია უამრავი რაოდენობა ნარჩენების და არის უამრავი საფრთხე, რომელსაც ეს ნარჩენები ქმნის. და ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ დღეს არის საქართველოს ერთ-ერთი დიდი უბედურება, მაგრამ ის შეიძლება გადაიქცეს პირიქით ეკონომიკის აშენების ერთ-ერთ დიდ წყაროდ. იმიტომ რომ როგორც რესურსი. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი უახლოვდება დასასრულს. სავალდებულო სარეკლამო ჭრაზე გავიდეთ და შემდეგ უკვე განვაგრძოთ დიალოგი პირდაპირ ეთერში ამ ფრიად საინტერესო თემაზე. მადლობთ. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უსმენთ გადაცემას ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანოვა გახლავართ, ჩემი სტუმარი კი ბატონი არჩილ ჭირაკაძეა, რომელიც საინჟინრო ფიზიკის პრობლემების სამეცნიერო სასწავლო ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. ვსაუბრობთ იმ კონფერენციაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაიმართება საქართველოში, ევროკავშირის ეგიდით, ეს არის სამეცნიერო კონფერენცია. პირველ დღეს თემატიკა იქნება განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა, მეორე უკვე სამუშაო შეხვედრა გაიმართება ინოვაციურ საკითხებზე, იგივე ენერგეტიკის სფეროში და ენერგოუსაფრთხოებაზე იქნება საუბარი, რომელიც საერთოდ უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე, უფრო ფართო სპექტრი. თანამედროვე ტექნოლოგიებზე. გაწებული მათი აღმოჩენით, სენსირებით, გადამუშავებით ინფორმაციის და დამთავრებული ასე ვთქვათ, შესაბამისი ტექნოლოგიური ხერხების ანუ როგორც თქვენგან გავიგეთ, ის რაც ენერგოეფექტურობის თემატიკას ეხება და ჩატარდება პირველ დღეს, ამას ორგანიზებას უკეთებს და კურირებს ენერგოეფექტურობის ცენტრი და ის რაც უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება, ბატონი პაატაკერვალიშვილი კურირებს. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ორივე ეს საშური საქმეა და ეხლა მე როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჩემს უნივერსიტეტს ნაკლებად შევაქებ და უფრო ენერგოეფექტურობის ცენტრზე შემიძლია თავისუფლად გამოვთქვა ჩემი აზრი, რომ თუ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები მომრავლდება საქართველოში, ეს ძალიან სასარგებლო იქნება სოციალური, ეკონომიკური და ყველა სხვა სფეროში საქართველოს წინსვლის და ასე ვთქვათ, პროგრესის. ჩვენი უნივერსიტეტიც შესაბამისად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავის მხრივ და ძალიან კარგია ეს ურთიერთთანამშრომლობის მაგალითი და კიდევ ერთ რამეს დავძენ, ამას წინათ უნდა Horizon 2020-ის პროექტი წარედგინა ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს ბაქოს უნივერსიტეტიდან, რომელშიც ჩვენც მონაწილეობთ და წარმოიშვა ისეთი სიტუაცია, რომ გვჭირდებოდა მხარდაჭერის წერილი რომელიმე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ორგანიზაციიდან და ჩვენ უკვე იმედი დავკარგეთ, იმიტომ რომ დედლაინი ახლოვდებოდა და იცით, მაინც ყოველი შემთხვევისთვის დავრეკე ბატონ გიორგის, მაშინ პრაქტიკულად არ ვიცნობდი. ერთხელ ვიყავით მხოლოდ კონფერენციაზე ერთად აღმოჩნდით და იცით, ის რაზეც მე მეგონა, რომ ერთი კვირა მინიმუმ დაიხარჯებოდა, 2 საათში მოგვარდა ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების, ყოველგვარი ასე ვთქვათ, ნაცნობ მეგობრობის და იმის გარეშე და აი ესეთი პრაქტიკაც რომ დამკვიდრდეს საქართველოს საყოველთაოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მხოლოდ იმიტომ რომ დაინახა რომ საქმე არის საჭირო და სასარგებლო, ყოველგვარი პროტოკოლი, ყველანაირი ასე ვთქვათ, პირობითობები გვერდზე იქნა გადადებული და 2 საათში არ დაუჯერე ჩემს საკუთარ რომ ჩემს ელექტრონულ ფოსტაში მისი აი მხარდაჭერის წერილი უკვე იდგა. თქვენ ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდით, როცა ენერგოეფექტურობაზე, უბრალოდ განახლებად ენერგიებზე საუბრობდით და ენერგორესურსებზე ზოგადად, აღნიშნეთ ნარჩენები, რომელიც არის მიყრილი ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში, მიტოვებული უპატრონო სიტყვა ნარჩენებზე როგორ უნდა იხმარო, მაგრამ ესეა, იმიტომ რომ პატრონი რო გამოუჩნდეს ამ ნარჩენების სასიკეთოდ გამოყენება შესაძლებელი და სწორედ ამ ტექნოლოგიაზე საუბრისას შევჩერდით. თუ დროში ძალიან შეზღუდული არა ვართ, მე ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. ისმენთ. ბათუმში იყო სპეციალური კონფერენცია იგივე ბატონ პაატაკერვალიშვილის მიერ და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის, მაშინდელი რექტორის დიდი ხელშეწყობით და დახმარებით
და იქ იყო ჩამოსული ჩვენი კოლეგა ჩეხეთიდან, რომელმაც მაჩუქა მე თავის ასე ვთქვათ ნაშრომი და დისკეტა, რომელზეც აღნუსხული იყო ყველა ნარჩენი და დაწვრილებით აღწერილი მეცნიერულად. ისე კი არა ჩვენ რო გვიყვარს ბევრი, უამრავი, ყველა ტიპის ნარჩენი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის განლაგებული. და პროგნოზი იყო ზუსტი გაკეთებული 2030 წლამდე, სად რამდენი რა ტიპის, რა შემადგენლობის, რა პოტენციური ღირებულების ჩვენთან კიდევ დღემდე რთული გასარკვევია საერთოდ ვის ეკუთვნის ის ნარჩენები. იმ ორგანიზაციას, რომელიც დღეს მას ფაქტიურად დროებით ფლობს, მაშინ პასუხისმგებლობაც მან უნდა ითავოს, ხო სწორია? ნარჩენები შეიძლება ენერგიად გამოვიყენოთ უამრავი სხვადასხვა მეთოდით. პირველი ეგრეთ წოდებული ალტერნატიული ენერგიის წყაროდ განვიხილოთ. მაგალითად, ნამუშევარი ზეთი, რომელსაც ხო ყოველ წელს თქვენ მანქანა გყავთ ალბათ. დიახ. ზეთს ხო ცვლით ყოველ. დიახ, ვიც გამოცვლილი ზეთი. აი ხო გამოცვლილი ზეთიდან შეიძლება შესანიშნავი ასე ვთქვათ დიზელის საწვავ ჯერტი შეიძლება მისი რეციკლირება და კიდევ ერთხელ გამოყენება. ბავშვების რეციკლირებაზე თუ არ ვწდები ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ამ წარმატებით იმუშავა. ძალიან ბევრია, თვალსაჩინო ერთი არა, რამდენიმე. მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ დიდი რაოდენობა ნამუშევარი ზეთისა სათბურის იმათ განსაკუთრებით საშუალებად. მეორე, იგივე საბურავები. რომელსაც არ ვიცი, აი სად იყრება საბურავი. აი, სხვადასხვა ზეთს კიდე აქვს გასავალი. გამოცვლილ ზეთს და საბურავსაც ცემენტის ქარხნებში იწვება. როგორც სითბოს წყარო, როგორც აწვავი. ამ დროს ბოლავს, ავართ ხო იქ უამრავი ამონაბოლქვი აქვს და გამოფქვევა ატმოსფეროში. მისგან შეიძლება უძვირფასესი carbon black, ესე იგი შავი სპეციალური კარბონი, რომელიც ძალიან სულ უფრო და უფრო ძვირფასი ხდება დასავლეთში სხვათა შორის, ჩვენთან ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ საწარმოები არ არის, რომელიც მას გამოიყენებ და დასავლეთში სულ უფრო ძვირი ხდება. შეიძლება გაკეთდეს დიზელის საწვავი, შეიძლება გაკეთდეს ბენზინი, შეიძლება გაკეთდეს მეთანი შემცველი, ისეთივე როგორცაც ჩვენ ვღებულობთ საყოფაცხოვრებო ჩვენს ასე ვთქვათ და ის გაზი შეიძლება მიღებული იქნას საბურავებისგან. ძალიან აი მაგალითად იგივე ჭაჭა, რომელიც ის ჯერ ერთი მისი ექსტრაქციით მიიღება უამრავი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტექნიკაში, კოსმეტიკაში, პარფიუმერიაში, მედიცინაში და ის მერე სულ ბოლოს ჩენჩი რო დარჩება, მისი გაზიფიკაციით შეიძლება მიიღოთ შესანიშნავი. ამავე დროს შეიძლება ნებისმიერი თითქმის ასე ვთქვათ სასოფლო სამეურნეო ნარჩენი გამოყენებული იქნას ნანოტექნოლოგიაში. გაგიკვირდებათ ხო სად სასოფლო სამეურნეო ნარჩენი სად საქმე იმაშია რომ არის ისეთი მცენარეები, რომელიც პროტეინებს შეიცავენ ბევრს და ეს პროტეინები უნარი აქვს ჩაიწირონ ნანონაწილაკები. ძალიან მარტივი ტექნოლოგიით და გაგიკვირდებათ რომ ნანონაწილაკების მოთხოვნილება ნანონაწილაკებში იმდენად სწრაფად იზრდება, რომ სულმაძე საჭირო იქნება მათი ინდუსტრიული და ფართომასშტაბური წარმოება. და ამას ვივარგოთ. აი იქნებ იქ გამოგვადგეს ჩვენი ასე ვთქვათ სასოფლო სამეურნეო თუ სხვა მცენარეული და არის სლოთრის მან ჩაის აი ეს გადაგვარებული პლანტაციები ჩაის, რომელიც შემორჩენილია. ხო იცით რომ ჩაიში მარტო დუღი გამოიყენება და იქ პირიქით აი ჩაი არის ერთ-ერთი პერსპექტიული მცენარე იმისი, ის გადაგვარებული ის ასე ვთქვათ შეიძლება როგორც ბოტანიკოსი არ მეტყველებდა სწორედ არ ვამბობ გადაგვარებული. ანუ თქვენ გულისხმობთ იმ პლანტაციას, რომელიც კომუნისტების დროს გაველურდა. აი ჩვეულებრივი ყველაზე უხეში ფოთოლიც კი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნანონაწილაკების მრეწველობაში შესაქმნელად. ამიტომ რეზერვი ძალიან ბევრია. მე აღარ ვამბობ მეტალურგიული და სამთო-მომპოვებელი, რომელიც არის ასობით მილიონი ტონა საქართველოში და რომელიც შეიძლება გადამუშავდეს, იქ არის დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დევს, რომელიც შეიძლება 5-6 წელიწადში იქნას ამოღებული. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის უზარმაზარი ციფრები. მიწაში არა, დედამიწაზე რა, ზევიდანაც ხო. მიწის ზედაპირში. მიმოფანტული, მიმობნეული, როგორც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ. და საწყენი ის არის, რომ არა მარტო ნედლეული გვაქვს, ქართული ტექნოლოგიებიც გვაქვს, ბოლოს და ბოლოს მეტალურგიის ინსტიტუტი, რომელსაც შექმნილი აქვს რამდენიმე
ძალიან თანამედროვე და ძალიან ეფექტური ტექნოლოგია. ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც შექმნილი აქვს ათობით ტექნოლოგია იმისთვის, რომ არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტი მრავალი და უკვე არის ეს ტექნოლოგიები. სამწუხაროდ არ არის ის ბიზნესი, რომელიც ხო სადაც მოხდება ამ ტექნოლოგიის ტრანსფერი და მისი გამოყენება. ეს უკვე ცალკე თემაა. ახალი ტექნოლოგიები და მისი სამრეწველო პოტენციალის უკვე კომერციალიზაცია. რა თქმა უნდა. რომელიც შეიძლება გახდეს აი იგივე ნარჩენების უტილიზაცია და მისი მაღალმოთხოვნადი და საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქციად გადაქცევის შეიძლება გახდეს თუ მოხდება მისი კომერციალიზაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი. შეიძლება ისეთი არა როგორც ენერგეტიკა ან თვით მეტალურგია, თუმცა მეტალურგია სულ უფრო ნაკლებად ეფექტურია საქართველოში, მაგრამ უნდა აღვადგინოთ და თუ არ გვინდა ტრადიციული მეთოდებით მისი ტრადიციული კერპიხო, თქვათ მეტალურგიული წარმოების მოდით ნარჩენების გადამუშავების და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო სწორედ ის საქართველოს მრეწველობისა და განათლების და მეცნიერების სისტემის სტრატეგიული გეგმის გეგმა, რომელსაც ბატონი ომარ ქუცნაშვილი და ბატონი პაატა კერვალიშვილიც დიდ მონაწილეობას ღებულობს ამ სტრატეგიის შექმნაში და სულ მალე ესე იგი ეს არის ასე ვთქვათ აი ესეთი სტრატეგიული ხედვა, რომლითაც საქართველო უნდა განვითარდეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში, რომ მიაღწიოს ევროპულ დონეს. და სადაც ერთად განიხილება მთელი კომპლექსი, იმიტომ რომ განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარების გარეშე და მათი ურთიერთკავშირის გარეშე და მათ ურთიერთკავშირში განხილვის გარეშე შეუძლებელია ეფექტური სამოქმედო გეგმის შექმნა, ალბათ ამაში დამეთანხმებით. და თუ არ არის ეფექტური სამოქმედო გეგმა, შეუძლებელია ევროპულ ან საერთაშორისო დონეზე ეკონომიკის და სოციალური მოწყობის აწევა. და ეს სტრატეგია უკვე პრაქტიკულად დამუშავებულია. მე მგონი არ გამიჯავრდებიან მისი ავტორები თუ ვიტყვი და ამას მცირე საიდუმლოებას გაგიმხელთ, რომ ალბათ ივნისის პირველ რიცხვებში უკვე მზად იქნება ამ სტრატეგიის ასე ვთქვათ პირველი ეგზემპლარი, რომელიც მერე უკვე დაეგზავნება შესაბამის კომპეტენტურ ინსტიტუციებს და მოხდება მისი განხილვა, ალბათ პარლამენტი განიხილავს და თუ ეს სტრატეგია დოქტრინა ეს არის გეგმა, დოქტრინა, სტრატეგიული ხედვაც და მისი განხორციელების სავსებით რეალური გზა და მდგომარეობის შეფასება, რაც მთავარია. სანამ არ შეაფასებ რა მდგომარეობაში ხარ, ვერანაირად ან მეცნიერულად არ შეაფასებ. ვერანაირ ნაბიჯს წინ ვერ გადადგა. უნდა მოხდეს სრული რევიზია, უბრალოდ აი ამის მცდელობა გაკეთებულია, მისი პირველი ვარიანტი არის გაკეთებული და თუ ვინმე შეძლებს კიდე რაღაც თან დოკუმენტი გახსნილია, თუ ვინმე შეძლებს კიდე რამით შევსებას ან მიუმატებს ამ შემატებს მას ან კრიტიკულ შემჩნევებს რეალურს წარმოადგენს და ამით დოკუმენტი მხოლოდ გაუმჯობესდება, მე მგონია რომ საქართველოს მიიღებს იმ აუცილებელ ელემენტს, რომლის გარეშეც ეფექტური და სწრაფი წინსვლა, რომელიც ასე გვჭირდება, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ არა მარტო დეკლარატიულად, არამედ რეალურად ჩვენი შესაძლებლობებით. აი ალბათ ეს დოკუმენტი უნდა როგორც პატარა ქვაკუთხედი და ერთ-ერთი განვითარება ამ მიმართულებით მართლა უნდა წავიდეს. ამ მიმართულებით განვითარება ეს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით განვითარება იყოს კომპლექსური და სტრატეგიული ნაბიჯებით გათვლილი და არა სისტემური და ქაოტური. თქვენ კარგად იცით, რომ ყველა დიდი ნახტომის მცდელობა ჩაიშალა და მას თითქმის მოყვა ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლა მოყვა მას ეკონომიკური ზოგიერთი მიზეზით და პოლიტიკურითაც რა თქმა უნდა და თვით მაოძედუნმაც ვერ განახორციელა დიდი ნახტომის გაგიმიტომ რომ არ შეიძლება განავითარო მხოლოდ ერთი მხარე რაღაცის და დანარჩენი კონდეს ისევ ძველ დონეზე. იგივე მე ამას კრიტიკულად არ ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება განავითარო მხოლოდ ენერგეტიკა და არ შეხედო იმას დანარჩენი მრეწველობა ან დანარჩენი ასე ვთქვათ, ხო, ინფრასტრუქტურა როგორ გამოიყენა. არ შეიძლება ადამიანს არ შეიძლება მარტო თავი გაეზარდოს ან ხელი ან ფეხი, ხო? ეხა ბანალურ ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანი რო გარბის სიჩქარეს იღებს იმისთვის რომ უნდა გაფრინდეს, ამ დროს ფრთები არა. ან
მოტორი ფრთები აქვს და არა აქვს ძრავი შესაბამისი სიმძლავრის და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს კომპლექსური გეგმა კეთდება და ეს არის საწინდარი იმისა, მე არ ვამბობ, რომ ეს ყველა იმის პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, რომ ეს პანაცეა, მაგრამ პირველი ნაბიჯი, აი საფუძველი დაედება, რომელიც თუნდაც შეიძლება გაკრიტიკდეს და ყოველ შემთხვევაში გარემოს შეფასების და აფისების საშუალებას მაინც იძლევა ყველაზე მინიმუმ და შეფასების. ჩვენ 2 წუთი რჩება ხოლმე დრო გადაცემის დასრულებამდე და იქნებ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რადიოსმენელს აუხსნათ ზოგადად თქვენი ინსტიტუტის შესახებ. მე შევახსენებ რადიოსმენელს, რომ ბატონი არჩილი საინჟინრო ფიზიკის პრობლემების სამეცნიერო სასწავლო ინსტიტუტის დირექტორია. ჯერ ერთი დავიწყებ იმით, რომ ეს არის მთავარი ჩვენი, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის დასახელებაში, მაგრამ არა მთლიანად ძალიან ცოტა გრძელია, მაგრამ ეს არის მულტიდისციპლინარული ცენტრი, რომელსაც ქვია საინჟინრო ფიზიკური პრობლემების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი და რატომ დავარქვით ინსტიტუტი? იმიტომ რომ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. იცით, როდესაც ქმნით ცენტრს, რომელიც მარტო ფიზიკას ემსახურება ან მარტო ქიმიას ემსახურება, დღევანდელი სამყარო არის კომპლექსური. დღევანდელი მეცნიერებაც და ტექნიკაც უნდა იყოს კომპლექსური. ამიტომ ჩვენ ცენტრში გაერთიანდა რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულების ცენტრი. იქ არიან ქიმიკოსებიც, იქ არიან პროგრამისტებიც, იქ არიან მათემატიკოსებიც, რა თქმა უნდა ფიზიკოსები, რა თქმა უნდა ენერგეტიკოსები და კომპლექსური პროექტების და თემების და პრობლემების გადაწყვეტისთვის არის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვიცით ფიზიკა მაინც ყველგან მონაწილეობს. ენერგეტიკაშიც ეს არის ფიზიკური პროცესების გამოყენება რაღაცა განხრით, ხო? ამიტომ ეს სწორედ შეიძლება გაკეთებული იყო ქიმიის, მაგრამ იდეაც აქ დაიბადა და ძალიან დაგვეხმარა ამაში რექტორატიც, ძალიან დაგვეხმარა ამაში სხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები, ესეც კარგი სულიკსკვეთების გამოვლენაა, რომ აი მოინდომეს ადამიანებმა სრულიად ყოველგვარი ზევიდან მოსული ინიციატივის გარეშე, რომ მოდით გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ამოცანები იმდენად კომპლექსურია, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნეს მულტიდისციპლინარული, ანუ მრავალდარგობლივი. ანუ ეს არის სივრცე უკვე მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის. რომ გაერთიანონ თავისი კომპეტენცია, თავისი შესაძლებლობები, თავისი საექსპერიმენტო დანადგარების შესაძლებლობები და გარდა ამისა, მოვამზადოთ ის სპეციალისტები, რომელიც აუცილებელია ამ უმძიმესი პრობლემების გადამზადება. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის საეთერო დრო ამოიწურა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა რომ მოახერხეთ, წარმატებებს გისურვებთ და შედეგიანი კონფერენციების ჩატარებას ორგანიზატორებსაც. და ასე ვთქვათ, ვიწევ ჩვენს რადიო მსმენელებს 1 და 2 ივნისს შეერთდა ამ კონფერენციაში. და საერთოდ სამომავლოდ მიაქციონ ყურადღება საქართველოში მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას. ხარ დაუჭირონ ამ პროცესს. დიდი მადლობა. ნახვამდის რადიო ემედის მსმენელს შევახსენებ, რომ გადაცემა ტერაბაიტი ზუსტად 1 კვირით მომავალ უჩაბათამდე გემშვიდობებათ. პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე.